სასურსათო პროდუქციის ფასნამატებსა და ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. უკვე დამტკიცდა სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, რომელიც საკითხზე იმუშავებს და რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. შემადგენლობაში არიან ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. სამთავრობო კომისიის გარდა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე დღეებში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ფასების რეგულირების საკითხზე საჯაროდ იმსჯელებს. ქვეყანაში სახეზეა ძალიან ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და ბუნებრივია რომ ამის ფონზე ფასების ეს კატასტროფული გაზრდა ევროპულ ფასებთან შედარებით მაღლა წასვლა ჩვენს მოსახლეობას ძალიან მძიმე თვითად დაწვება. ამაზე იმსჯელებს სამთავრობო კომისია, იმსჯელებს ასევე პარლამენტში შექმნილი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება და ბუნებრივია პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, იქნება ფასების მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომ დასტაბილურდეს ფასები აი ამ პროდუქტთან მიმართებაში. როდესაც სხვა ევროპულ ქვეყანაში გაცილებით უფრო ძვირია, მაგალითად უძრავი ქონების დაქირავება, გაცილებით უფრო მეტი ხელფასი არის, გაცილებით უფრო მეტი გადასახადები და საგადასახადო წნეხია, ხოლო საქართველოში რამდენჯერმე უფრო ნაკლებია აღნიშნული ხარჯები და როდესაც გაცილებით უფრო ნაკლებად შემოდის ჩვენ საზღვარზე კონკრეტული პროდუქცია, მაგრამ დახსე ხდება დაახლოებით 100%-იანი ნამატითაც კი და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი და ზუსტად ეს წარმოადგენს პრობლემას და ზუსტად ამ ეს საკითხი აწუხებს საზოგადოებას, უზრუნველყოფილი იქნება ბიზნესის თავისუფლება, ამავდროულად საჭიროება იქნება შესაბამისი რეგულაციების, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც უზრუნველყოფილი იქნება, იმისათვის რომ საბოლოო ჯამში ყველა თამაშის დასაქმიანობის სამართლიანი წესები დაიცვას, არ შეიძლება საკუთარი მოგების ნახვა მხოლოდ იმით, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობას დააწვეს განსაკუთრებულ ტვირთად შენი მოგება.